დღეს არის 9 მაისი 2024 წლის და ძლევის წმინდა გიორგის ხატზე რომ მუშაობდი და ვძერწავდი დასრულდა. ესეთი არის მისი მოცემულობა. ეს მთლიანად შევასრულე. მაქსიმალურად რაც შემეძლო. ზომაში არის 47, სიგრძეში სიგანი არის 36.7. დაწყებული მქონდა 2022 წლის 24 ივნისს. მიწერია კიდევაც. და ჩანაწერიც ვაკეთებდი. პლინტის გარეშე დამჭირდა, ანუ აი ამის დაფის გარეშე, აი ეს რაც არის დაფის გარეშე, ზემოთ რო გამოძერწე, აი მაგაზე მუშაობა მომდი, ესე იგი 609 საათი გამოვიდა და პლინტზე არ დამინიშნია მაშინ. აი ეს არის ეს ხატი, ძლევის წმინდა გიორგი, რომელიც ეს თვითონ 15 სანტიმეტრი არის ჯვარზე. აი გორი ჯვარში იყო ეს ჯვარი და მასზე არის 15 სიუჟეტი გამოსახული წმინდა გიორგის ცხოვრების. ერთ-ერთი არის ძლევის წმინდა გიორგი, ეს გამარჯვების ხატი. ასე რომ უკვე ჩვენ სულიად საქართველოს გამარჯვების ხატი მზად გვაქვს. მთავარი არის ეხლა მოგმართავთ, მოგიწოდებთ ლიახველების გვერდი რომ აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით ლიახველებს, ქართლის მაცხოვრებლებს. ეს სურვილი მაქვს და თქვენც იცით უკვე კარგა ხანია რომ სურს გერის წმინდა სალოცავში შევწირო. ეს ჩემი შესაწირია. და თქვენ ეხლა ყველას მოგიწოდებთ რომ 10 თეთრი რომ გაიღოთ ბრინჯაოში ჩამოსასხმელი. ჩამოასხათ და ავაბრძანოთ ღმერთის წინაშე და ვიქნებით ინათელი, ასე რომ ვთქვათ. ამას მე ახლა ყალიბს აუღებ, რეზინის ყალიბი უნდა აუღო და მე თაბაშირში ჩავასხათ. აი თაბაშირში გამზადებული უკვე უნდა გადავიდეს ბრინჯაოში და ეს ბრინჯაოში რომ ყველანი გახდეთ მონაწილეები, მთლიანად საქართველოს მაცხოვრებლები, კარგი იქნება რომ კი არა საჭიროა რომ 10 თეთრი სულიად საკმარისი იქნება ერთსულ ადამიანზე. და გამოგვივა ეს უდიდესი უბწყინვალესი საქმე. ღმერთის შეწევნით აღვაბრძანებინოს და შეგვაწევნოს გერის წმინდა სალოცავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისათვის. სრულიად გამარჯვებით იაროს მთელმა საქართველოს, ქართველმა ერმა. გააერთიანოს, გაამთლიანოს ჩვენმა ძლევის წმინდა გიორგიმ, ჩვენი ბრწყინვალე ქვეყანა.